სალამი ხალხო, დღევანდელი ვიდეო ოდნავ განსხვავებული იქნება. პირველი, იმიტომ რომ არ ვაპირებ არაფრის ახსნას და იმაზე ლაპარაკს რაღაც რო გურმუშობს და მეორე, იმიტომ რომ სკრიპტი არ მაქვს, უბრალოდ ვაპირებ რაღაცები ვიყვედო და ველაპარაკო. დღევანდელი ვიდეოს თემა არის 10 რეკომენდაცია რის საკითხს გირჩევთ. არ იქნება მარტო წიგნები, სხვა რაღაცებიც იქნება. და ძირითადად იქნება არამხატვრული ლიტერატურა, მაგრამ იქნება 1-2 მხატვრული რაღაცაც. მათ შორის პირველ ადგილას იქნება მხატვრული რაღაცა. ესე იგი, დავიწყე პირდაპირ სიას. ესე იგი, რის საკითხს გირჩევთ? მე-10 ადგილი. მე-10 ადგილას გამყავს JD Vance's Hillbillies Elegia. ეს არის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დაწერილი წიგნი, რომელიც დიდი ხნის წინ დაწერა, როცა რაღაცა მოშე სხვანაირი ადამიანი იყო. ახლა რამდენიმე რაღაცის გამო გამოვარჩევდი ამას. პირველი, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის დაწერილი, როგორც კი დაიწყებ და ამოღამებ, რომ ადამიანმა წერა იცის და იცის რას აკეთებს, წინადებას კარგად აფორმულირებს, არ ბოდიელობს, აზრს კარგად აყალიბებს. მეორე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოიარა ამ ადამიანმა. წიგნის რაღაცა მომენტია, როცა გიყვებათ, რომ ბაბუამისის დაწვასა და ბებიამისმა და ესეთი რაღაცები მოვიდა მას. და აი ძალიან ცუდი ცხოვრება გაიარა და რთული გზა ქონდა იქამდე სანამ რაღაც ელში ჩააბარებდა და აღმოაჩენდა რომ თურმე შეიძლება ნორმალურად იცხოვრო და ამდენი შესაძლებლობა არსებობს ცხოვრებაში. დამატებითი უცნაურობა ამ წიგნში არის რომ ძალიან განსხვავებული არის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ამ წიგნში და ძალიან განსხვავებული არის დღეს. ამ წიგნში ბევრს ლაპარაკობს იმაზე რომ არ შეიძლება რომ ამერიკის პრობლემები დააბრალო უცხოელებს, ჩინელებს და ასე შემდეგ. ობამას იცავს რაღაც ამბავში, მემარცხენეებს იცავს, ლიბერალებს რაღაც ამბავში იცავს, ელიტარულ უნივერსიტეტებს იცავს და ახლა ზუსტად საპირისპირო არის ეს ადამიანი. ხლა ის რომ JD Vance-მა, ანუ ვიცე-პრეზიდენტმა ცვლილება განიცადა და ყველა მიცეს, იმიტომ რომ ადრე ტრამპს ძალიან ლანძღავდა და ახლა ტრამპის ვიცე-პრეზიდენტია, მაგრამ ამ წიგნით მე მგონი ძალიან კაფიო დააფიქსირებთ და რაღაცა დამატებიც მიხვდებით მის ტვინზე, რასაც შეიძლება ახლა ვერ ხვდებოდეთ. ამიტომაც თუ ამერიკის პოლიტიკა ოდნავ მაინც გაინტერესებთ, ამ წიგნს აუცილებლად გირჩევთ, იმიტომ რომ დიდი შანსია რომ 2028 წელს ეს იყოს რესპუბლიკელების კანდიდატი და შეიძლება შემდეგი პრეზიდენტიც. ესე იგი, რის საკითხს გირჩევთ? მე-9 ადგილი. მე-9 ადგილას მე გამყავს ჯეიმს პიერონის ომის რაციონალისტური ახსნები. საქართველოში ძალიან პოპულარული არის ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და დიდი ხანია პოპულარულია, მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე ლიტერატურაც ძალიან ცოტა კითხულობს. მე მგონი მთავარი მიზეზი არის, იმიტომ რომ თანამედროვე ლიტერატურა ამ სფეროში არის უფრო მათემატიზირებული, არის ბევრი თამაშთა თეორია, არის სტატისტიკა და ასე შემდეგ და ხალხს ეგ ცოტა ეზარება. ვინც აბარებს ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებს, როგორც წესი მათემატიკას გაურბის და ამიტომაც ეს მით უმეტეს არ უნდათ. მაგრამ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტატია, რაც ამ სფეროში დაწერილა ოდესმე. და ძალიან კარგ ახსნას გვეუბნება იმისა თუ პირველი რატომ არის ომი უცნაური და არ უნდა ხდებოდეს ომი წესით, მაგრამ შემდგომ მაინც რატომ ხდება. ამ სტატიის ნაწილობრივი ახსნა მე მქონდა ჩემს უკრაინის შესახებ ვიდეოში, მაგრამ მან სრულყოფილი არ არის. თუ საერთოდ რამე დონეზე აკადემიურად ან არააკადემიურად საერთაშორისო ურთიერთობები გაინტერესებთ, აუცილებლად გირჩევთ რომ ეს სტატია წაიკითხოთ და შემდგომ შეეცადეთ რომ მოუარგოთ სხვა ომებს, რომლებიც ხდება ამ სტატიის ახსნები. მგონია რომ ბევრ რამეს გაიაზრებთ, რაც ახლა შეიძლება გააზრებული არ გაქვთ რაღაც კონფლიქტებზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ესე იგი, რის საკითხს გირჩევთ? მე-8 ადგილი. მე-8 ადგილას გამყავს რაიმე წიგნი ავტორიტარიზმის შესახებ. აქ რამდენიმე ვარიანტი არის, მაგრამ მე ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ერთი მილან სულიკის წიგნს, ავტორიტარული მმართველობის პოლიტიკა და მეორე ალბათ ბუინო დე მესკიტას და ალისტერ სმითის წიგნს დიქტატორის სახელმძღვანელო. ორივე წიგნი იმაზე გვითხრობს როგორ მუშაობს დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმები, რა ახასიათებთ, რა ამოძრავებთ და ასე შემდეგ. ხლა შემთხვევით არის რომ ამას გირჩევთ და აფიქსებთ რომ საქართველოს ბოლო რაღაც ალბათ 10 წელიწადში შეიძლება რაღაც დაახლოებით ეგეთ პერიოდში ბიროთ უფრო და უფრო ავტორიტარული გახდა და ეს ტენდენცია მე მგონია რომ გაგრძელდება. ზოგადად სოფლიოში მე რასაც ვაკვირდები, ავტორიტარიზმი იზრდება და ესე მარტივად ეს ამბავი არ შეიცვლება. თუმცა იმისათვის რომ გაიაზროთ ეს თქვენ ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს და თუ რა მოხდება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში, მგონია რომ რაიმე ეს წიგნი აუცილებლად ასე კითხი არის. დიქტატორის სახელმძღვანელო არის ძალიან კარგი თუ გაინტერესებთ ეს რეჟიმი როგორ იმართება და რა უნდა ქნას დიქტატორმა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მილან სულიკის წიგნი ძალიან კარგი არის რომ ეს ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ. როგორ სრულდება ხოლმე დიქტატურა, როგორ მოდის, როდის აწყობთ რომ პარლამენტი გქონდეთ და ასე შემდეგ. უფრო მათემატიზირებული არის და თუ არ გაქვთ ამასთან პრობლემა გირჩევთ რომ აუცილებლად წაიკითხოთ, თუ გეზარებათ შეიძლება ჯობდეს წაიკითხოთ მეორე წიგნი დიქტატორის სახელმძღვანელო. კაი, რის საკითხს გირჩევთ? მე-7 ადგილი. მე-7 ადგილზე მე გამყავს ნასიმ ნიკოლას ტალების რომელიმე წიგნი, რომელიც გინდათ. ესე იგი, ვინ არის ტალები, უცებ რომ გითხრათ, ეს არის ტრეიდერი, ყოფილი ტრეიდერი, ფინანსისტი, რომელმაც ძალიან ბევრი ფული გააკეთა და რამდენიმე წიგნი დაწერა, რომელიც რეალურად ყველა იგივე წიგნი არის, მაგრამ გვასაღებს რომ თვითონ სხვა წიგნებია.
მაგრამ ნებისმიერ ერთ თუ წაიკითხავ, ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლე. ალბათ მე გამოვარჩევდი ერთ წიგნს ქვია Fooled by Randomness, მოტყუებული შემთხვევითობის მიერ. და აგიხსნეს იმათ, თუ შემთხვევითობა თქვენს ცხოვრებაზე რამდენად დიდ გავლენას ახდენს. როგორ შეიძლება რომ ბევრ რაღაცას არასწორად აფასებდეთ, იმიტომ რომ რაღაცები შემთხვევით ხდება უბრალოდ და თქვენ ამას ვერ იაზრებთ და თუ როგორ უნდა შეხედოთ რაღაცებს სწორად. როგორ უნდა შეაფასოთ როგორც ფინანსებში რაღაცეები, არამედ პოლიტიკაშიც. ან პირობითად ლიდერს გაუმართლა თუ უბრალოდ ეს მიზანმიმართულად სწორად მოიქცა. ამაზე წარმოდგენა უნდა გქონდეთ აუცილებლად თუ რაიმე სფერო გაინტერესებთ. ცხოვრების სულ გადაწყვეტილებებში იგივე რაღაცა მიდის. ვიღაც ადამიანი რჩევას რო გაძლევთ, მის რჩევა რამდენად სანდო არის უნდა დაფიქრდეთ. შეიძლება წარმატებული იყოს, მაგრამ შეიძლება მისი წარმატება შემთხვევითი იყოს და არა მიზანმიმართული. და თუ წაიკითხავთ ტალიბის წიგნს, ამას იმედი მაქვს რომ უკეთ გაიგაზრებთ. რამდენიმე სხვა წიგნიც აქვს, უფრო ცნობილი არის მე მგონი ესე ქვია წიგნი შავი გედი ამით, მაგრამ რომელიც გინდათ ბევრი ვარიანტია და წესით დამუღამებთ ნებისმიერ შემთხვევაში თავარ აზრს. კაი, რის საკითხს გირჩევთ მე-6 ადგილი. მე-6 ადგილზე მე გამყავს ნებისმიერი წიგნი რუსეთის შესახებ. იმიტომ რომ სამწუხაროდ მოგვისაჯეს ეგრე რუსეთი უნდა იყოს ჩვენი მეზობელი და ამაში არჩევანი არ გვაქვს და გვიწევს რომ გვესმოდეს რა ხდება ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელში. ალბათ პირველი რეკომენდაცია აქ ამ თემაზე ჩემთვის იქნებოდა მიხაილ ზიგარის წიგნი, ქართულად ნათარგმნი არის მე მგონი როგორც კრემლის ლაშქარი, ინგლისურად ქვია All the Kremlin's Men. ყველაზე კარგად ხსნის პუტინი როგორ მოდის ზალაუფლებაში, როგორ ამყარებს ზალაუფლებას და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს. თუ ეს არ გაინტერესებთ, ან გონიათ რომ უკვე იცით ეს თემა, რამდენიმე სხვას გირჩევდით, პირობითად საბჭოთა კავშირის დაშლაზე არის ზუბოკის წიგნი, მე მგონი ძალიან საინტერესო, მაგრამ კიდე ბევრი ვარიანტი არის. ნებისმიერი ეს თქვენ ბევრ ამას მოგცემთ, მათ შორის იმიტომ რომ ნებისმიერ წიგნში ბევრი ქართულის აღმოჩნდება და მათ შესახებ უცნაურ რაღაცებს აღმოვაჩენთ თქვენ, მაგრამ ყველა ვარიანტში გვიწევს რომ გვესმოდეს იქ რა ხდება. სამწუხაროდ. კაი, რის საკითხს გირჩევთ მე-5 ადგილი. მე-5 ადგილზე მე გამყავს ნებისმიერი წიგნი ეკონომიკის შესახებ, რომელიმე პოპ ეკონომიკის წიგნი. ალბათ ყველაზე მეტად მე აქედან გირჩევდით Undercover Economist Tim Harford-ის, ეს არის ყველაზე მარტივი გზა რომ რაღაცა მიკროეკონომიკის წარმოდგენა შეგექმნათ და თუ როგორ მუშაობს, რა გავლენას ახდენს თქვენ გარშემო ყველაფერზე და ასე შემდეგ. თუ უფრო გიყვართ ამოცანები, ან რაღაც ეგეთი ტიპის წიგნები, რომელშიც რაღაცებს ხსნით და თან სწავლობთ იდეებს მანდედან, მაშინ Steve Landsburg-ს აქვს ძალიან კარგი წიგნი, რომელსაც ქვია Can You Outsmart an Economist? და რაღაცა ამოცანებს ამოხსნით, ამოცანებს რომ ამოხსნით, პრინციპებს ისწავლით აქედან. ჩემთვის პირადი მზიდველი ეგ არის და თუ არ გეზარებათ, მაგ ვარიანტს გირჩევდით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ჩემი არხი დიდწილად არის ეკონომიკით ინსპირირებული. თამაშთა თეორია, რომელსაც ყველა ვიდეოში ვიყენება, მოდის ძირითადად ეკონომიკიდან და პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობ, არასოდეს არ არის დაცელი იმ იდეებისგან, რომელსაც ამ წიგნებიდან ისწავლით. და თუ გინდათ რომ სისტემატიურად იაზრუნოთ როგორც პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, AI-ზე, ნებისმიერ მსგავს თემაზე, აუცილებელი არის მე მგონი რომ ეს გესმოდეთ. რის საკითხს გირჩევთ მე-4 ადგილს მე გამყავს ნებისმიერი რელევანტური თანამედროვეობისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა. მაგალითისთვის ვიტყოდი Asimovs და Greg Egan's. Asimovs საკითხს თუ დააპირებთ, უფრო რამე გძელი გინდათ, ალბათ მე რობოტი არის ყველაზე კარგი იდეა. ეს არის მოთხრობების კრებული, არანაირი კავშირი არ აქვს ფილმ მე რობოტთან რომ იცოდეთ და უკავშირდება ჩვენთვის ალბათ უკვე დღევანდელ AI რევოლუციას და ბევრ რამეს ამის შესახებ მიგახვედრებთ ეს წიგნი. და ვინც AI-ზე მუშაობს, ალბათ მეგონი ყველა მისის რობოტიკის კანონები Asimovs. იმის მიხედვით რომ შეიძლება დღეს ცოტა სხვანაირად მუშაობს AI. თუ ესეთი გრძელი რაღაც არ გინდათ, მაგრამ Asimovs გაინტერესებთ, ანალოგიურად გირჩევთ მის მოთხრობას, რომელიც ძალიან პოპულარული არის, ამ მგონი ახლა კიდევ უფრო პოპულარული უნდა გახდეს, ქვია ბოლო შეკითხვა. ბოლო შეკითხვაში არსებობს რაღაც ChatGPT-ის მსგავსი AI, რომელსაც კითხვებს უსვავენ და არის ერთი ცნობილი კითხვა, რომელიც ძალიან ბევრჯერ ჟღერდება ამ მოთხრობაში და ეკითხებიან როგორ შეუძლია რომ ენტროპია შეუცვალოთ მიმართულება. ეს რას ნიშნავს მოთხრობაში მიხვდებით. Asimovs გარდა თუ ვიღაც გაინტერესებს, ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ანალოგიურად გენიალური, მე ვიტყოდი Greg Egan's, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა პრინციპში და ძალიან მაგარი ავტორია, დღემდე ცოცხალია და წერს. Greg Egan's თავის დროზე ბევრი საინტერესო მოთხრობა აქვს დაწერილი. ყველაზე მეტად გამოვარშევდი თუ ერთი გაინტერესებთ, მის მოთხრობას Learning to be Me, რომლის შინაარსიც ახლა არ დაგისპოილერებ, თუ დაგაინტერესებთ, კომენტარებში იქნება ამის ლინკიც და ყველაფერი სხვის და შეგიძლიათ წაიკითხოთ. რის საკითხს გირჩევთ მე-3 ადგილი. მე-3 ადგილს მე გამყავს პოლ კრუგმანის ძველი სტატიები. პოლ კრუგმანი აქამდე ნახსენები მყავს რაღაცა ვიდეოებში. ეს არის ეკონომისტი, რომელსაც ნობელის პრემია აქვს და ხშირად დასცენიან ხოლმე, იმიტომ რომ პროგნოზი ჰქონდა, რომ ინტერნეტი ისეთივე გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, როგორი გავლენაც ფაქსის აპარატმა მოახდინაო. მაგრამ ამაში მართალი იყო. არასწორად დასცენიან. კრუგმანს 90-იანებში აქვს ძალიან ბევრი საინტერესო სტატია დაწერილი. შემდგომ უფრო გვიან მისი სტატიები ესეთი კარგი აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან პოლიტიზირებული ტიპი
გახდა და უბრალოდ იმაზე წერდა სულ რესპუბლიკელები ცუდები არიან და მემარცხენეობა კარგია და ასე შემდეგ. მაგრამ ძველი სტატიები არის გენიალური. რამდენიმეს გამოვარჩევდი აქედან. პირველი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც რაიმე აინტერესებს, არ ცხოვრებაში რაღაც თუ გაინტერესებს, ნუ წაიკითხოთ. ამას ქვია შემთხვევითი თეორეტიკოსი. და გუყვება იმაზე თუ რატომ არ შეიძლება უბრალოდ ფაქტებით იმჟელო და უბრალოდ მტკიცებულებით იმჟელო. და მე გავხვდებით იმას, რომ მტკიცებულობა და ფაქტები თეორიის garaშე და რამე ინტერპრეტაციის garaშე არაფერს არ ნიშნავს. თუმცა ცოტა ეჭვის თვალით უნდა შეხედოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ისტორიაზე გელაპარაკებათ, მაგრამ არ ცდილობს მის რაღაც ნარატივში მოქცევას. კიდე ერთი ორი სტატია თუ ეკონომიკა გაინტერესებთ კონკრეტულად, ერთი გამორჩეულად კარგი, რომელიც იდეალურად ხსნის ეკონომიკურ კრიზისებს, მას ქვია babysitting the economy. და მეორე, რომელიც ძალიან კარგად ხსნის ვაჭრობას და იმას თუ რატომ არ ესმის ძალიან ბევრ ადამიანს როგორ მუშაობს თავისუფალი ვაჭრობა, ამ სტატიას ქვია რიკარდოს რთული იდეა. და იმაზე მოგვითხრობს, რომ უამრავი ძალიან ჭკვიანი ადამიანი ვერ იაძრებს იმას, თუ როგორ მუშაობს თავისუფალი ვაჭრობა, შედარებითი უპრეტესობა და რატომ ჯობია ვაჭრობა, არა ვაჭრობას. და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იგივე რაღაცას ფიქრობს, რომ არა, შედარებითი უპრეტესობა ეგრე არ მუშაობს და უგუმანი ხსნის, რატომ ეშლება ამდენ ხალხს ეს საკითხი. რიცა კითხოს გერჩევთ მეორე ადგილას, მე გამყავს სკოტ ალექსანდერის ბლოგი, რომელსაც ქვია Slate Star Codex-ი, ახალ ვერსიას ქვია Astral Codex 10. სკოტ ალექსანდერი არის ეგეთი ბლოგერი, რომელიც ცხოვრობს სან-ფრანცისკოსთან ახლოს, არის ფსიქიატრი პროფესიით, მაგრამ არის ალბათ ყველაზე მაგარი ბლოგერი ისტორიაში, ვინც მე ვიცი. მე მგონი თითქმის ყველა ადამიანი, ვინც აი მაგ ტერიტორიაზე ცხოვრობს და აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, ეკონომიკა, პოლიტიკა და მსგავსი თემები, მის ბლოგს კითხულობს. და შეგიძლიათ ნახოთ დემის ჰასაბისი, Google-ის მთავარი AI ინჟინერი, როგორც არის ილონ მასკს რაღაცა emails და იმ email-ში სკოტ ალექსანდერის ბლოგ პოსტს უგზავნის ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მაგრამ ნუ აი მე ამის გამო მაინც და მაინც არ მაინტერესებს, დღეს უფრო AI არის მისთვის რელევანტური, მაგრამ ადრე ყველაფერზე წერდა. და რამდენიმე პოსტი არის გამორჩეული, მე ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს და პირველი იყო რომ წავიკითხეთ და რაღაც დამრჩა ძალიან კარგად, ამას ქვია ალანტების თხზულება. და იმაზეა თუ როგორ მუშაობს ადამიანებში ნიჭი, უნიჭობა და რა გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე. ამის საკითხს აუცილებლად გირჩევთ. კიდევ რამდენიმე პოსტი არის ჩემთვის გამორჩეული, იმათაც დავლინკავ ქვემოთ. ერთ მაგალითად ქვია კონფლიქტი და შეცდომა და იმაზე გვესაუბრება რომ არსებობს რამდენიმე გზა როგორ შეიძლება რომ შევხედოთ ცხოვრებას, პოლიტიკას და ასე შემდეგ. ერთი გზა არის რომ სიტყვაზე პოლიტიკაში ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც უნდა რომ რაღაცები გააკეთონ სწორად, ქვეყანა გაუმჯობესონ. უბრალოდ ზოგს ეშლება, შეცდომებს უშვებენ. და მეორე გზა არის რომ შევხედოთ რომ არა, რეალურად არაფერი ის არ არის რომ ყოველს რაღაცების გაუმჯობესება უნდა, არამედ უბრალოდ ომი არის, კონფლიქტი მიდის ორ ჯგუფს შორის, ამას თავისთვის უნდა კარგი, იმას თავისთვის კარგი და არა რომ ზოგადად ქვეყნისთვის კარგი ან რაღაცა მსგავსი. ამას რო წაიკითხოთ, მიხვდებით რომ ალბათ ზოგ კონტექსტში ერთი ახსნა უფრო ლოგიკურია და უფრო ჯდება, მეორე კონტექსტში მეორე ახსნა უფრო ლოგიკურია და უფრო ჯდება. რომელი როდის და რომელი როდის საქართველოს ერგება, იქ თქვენ გადაწყვეტეთ. და რის საკითხს გირჩევთ, პირველ ადგილას მე გამყავს ჰარი პოტერი და რაციონალურობის მეთოდები. ახლა ვინც მე მიცნობს ეს არ გაუკვირდება, მაგრამ ვინც არ მიცნობს, იფიქრებს რომ საერთოდ რა არის. ესე იგი, ჰარი პოტერის რაციონალურობის მეთოდები არის ჰარი პოტერის ფანფიკი. ანუ ფანის მიერ დაწერილი ალტერნატიული ვერსია ჰარი პოტერის. აქ წიგნში რა ხდება? ამ წიგნში ჰარი იზრდება ოქსფორდის პროფესორის ოჯახში და არის თავიდანვე რაღაცა ცოტა ნერდი ტიპი, მეცნიერებისკენ მიდრეკელი და რომ მიდის ჰოგვარტსში, უდგება ჰოგვარტს და მაგია ძალიან მეცნიერულად. ახლა მაგრამ ამ წიგნს აქვს ძალიან საინტერესო კონტექსტი. ეს დაწერა ელიეზერ იუტკოვსკი, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი. უნდა რომ მეტი ადამიანი ეპოვა, ვინც თავის სფეროს გამოიკვლევდა და ეძებდა ჭკვიან ადამიანებს. უნდა გზა რომ ბევრი ადამიანი მოეზიდა ამისკენ. და იფიქრა რომ როგორ ვიპოვო მე მეტი ადამიანი და მეტი ჭკვიანი ადამიანიო და გადაწყვიტა რომ დაეწერა ჰარი პოტერის ფანფიკი, იმიტომ რომ პოპულარული გახდებაო. და მართლა ძალიან პოპულარული გახდა. მე მგონი ყველაზე ცნობილი ჰარი პოტერის ფანფიკი ეს არის და ყველაზე გავლენიანი ნამდვილად ეს არის. საქართველოში ბევრს მე მგონი არ წავუკითხავს. მე ვისაც ვიცნობ რომ წავუკითხავს თითქმის ყოველას ან მე წავაკითხე ან ვიღაცამ წააკითხა, ვისაც მე წავაკითხე. ერთ-ერთი გამონაკლისი არის, შეიძლება გამოიცნოთ ის ადამიანი ვინ იქნება. მაგრამ აუცილებლად ყოველას გირჩევთ, ჩემთვის ძალიან საინტერესო არის 2000 გვერდი და მე წავიკითხე 4 დღეში. და რამდენიმე ჩემ მეგობარმა წაიკითხა ასევე 5-6 დღეში და ასე შემდეგ. მაგდენად კარგად მიდის. თუ ან ჰარი პოტერი გაინტერესებთ, ან ეგ იდეა რომ როგორ შეიძლება რომ მაგიას მეცნიერულად მიუდგე გაინტერესებთ, აუცილებლად გირჩევთ. თუ არ გაინტერესებთ არც ერთი, მაინც გირჩევთ, იმიტომ რომ უღამი აქვს და გირჩევთ რომ აუცილებლად ესე 10 თავი მაინც წაიკითხოთ, მე მგონი თვითონ წერს იუტკოვსკი მაგას რომ 10 თავი არის როგორც მიხვდებით მოგწონთ თუ არა ეს ამბავია. თუ ეს ავტორი თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ 2000 გვერდიანი ფანფიკი არ ჟღერს საინტერესოდ, მეორე ვარიანტსაც გეტყოდით, მას აქვს ესეთი მოთხრობა, რომელსაც ქვია Three Worlds Collide. არის დაახლოებით 90 გვერდი, მე მგონი, რაღაც ესე, გზელი არ არის. და იმაზე არის სამი სხვა ცივილიზაცია, როგორ ეჯახება ერთმანეთს და როგორი განსხვავებული მორალური ხედვები აქვთ. ამ ალტერნატივასაც შემოგთავაზებდით. კაი და ბოლოს ერთი ბონუს ვარიანტიც მაქვს, ეს არის ჩემი Substack-ი. Substack-ი მარტივად რომ თქვათ არის ბლოგი. ინგლისურენოვანი ბლოგი მაქვს დიდი ხანია, ბევრს ავწერ
კომენტარი იშვიათად წერ უფრო ტექნიკურ რაღაცეებზე, თუ ძალიან გაინტერესებს, შეგიძლიათ წაიკითხოთ. ამას არ დავლინკავ ქვემოთ, იმიტომ რომ ჩემი ბლოგი ახლა ანონიმური არის რეგმიზების გამო. თუ მე ძალიან გაინტერესებს, სადმე დამიკავშირდეთ მომწერეთ, ან ამ YouTube-ის Facebook გვერდზე, ან Instagram-ზე, ან რომელიმე მსგავსზე და შემდგომ შემიძლია დაგელინკოთ, პრობლემა არ იქნება. ყველაფრის ლინკი, რაც მე დღეს ვახსენე, იქნება კომენტარებში, რაც არ შემიძლია რომ დავლინკო, მაშინ რაღაც Amazon-ის ლინკს შევაგდება რაღაც, რომ სახელი უფრო მარტივად მოძებნოთ, მაგრამ ყველაფერს ქვემოთ გავუშვებ. გამიხარდა თუ ეს ვიდეო მოისმინეთ ბოლომდე, თუ მოიწონებთ ასევე გამიხარდება და თუ დამიკომენტარებთ და ფიდბექს მომცემთ. მით უმეტეს რომ განსხვავებული ფორმატით ჩავწერე, უსკეპტოდ ვლაპარაკობ და რაღაცებს მართლა უყბედობ და რავი, შესაბამისად უფრო მეტად ჭირდება ეხლა უკავშირი. კიდევ ერთხელ მადლობა, კარგად.